დილამშვიდობის მეგობრებო, ეს ჩემი ვიდეოს დადებიდან მეორე დღეა და პირველ რიგში რითიც მინდა დავიწყო ეს ვიდეო არის ის, რომ ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც ესე კარგად მიიღეთ პირველი ვიდეო ჩემი. ვისაც გესიამოვნათ ყურება და აი სიმართლეს გეტყვით, ნამდვილად არ ველოდი ასეთ კარგ გამოხმაურებას და ბედნიერი ვარ, მომწონს ეს ფაქტი და უფრო და უფრო დიდი мотиваცია გაბიჭდა იმის, რომ გავაკეთო იგივე საქმე, გავაგრძელო ვიდეოების დადება და გაჩვენოთ თქვენს საინტერესო რაღაცეები. შეეხება დღევანდელ დღეს. ეხლა 9 საათია დაახლოებით. ეხლა გავიყვიზეთ. დღეს გვაქვს 11 საათზე ფიზიკური ვარჯიში დილით, ხოლო საღამოთი გვერდზე სოფელში გადავდივართ, რომელიც უკვე შვეიცარიის საზღვრებშია და იქ გვექნება ხალიჩაზე ვარჯიში. მოკლედ, კიდევ და კიდევ ძალიან დიდი მადლობა ასეთი კარგი გამოხმაურებისთვის და უკვე იმასაც ვიტყვი, რომ გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო და საინტერესო ეპიზოდებსაც შემოგთავაზებთ მალე. ბევრს საინტერესებს, საერთოდ რატო ჩამოვდივართ კლუბში, რატო ჭიდაობთ აქ, სიტყვაზე ამათი სახელით, ესე რომ ვთქვათ. იმიტომ რომ ჭიდაობასთან ვინც არ არის ახლოს, იმისთვის ცოტა უცხოს ჟღერს სხვა ქვეყანაში წასვლა და იქეთ ჭიდაობა. როგორც ფეხბურთს აქვს საკლუბო და სანაკრებო ჩემპიონატები, ასევეა ჭიდაობაშიც. და ყველაფერ პლუსებზე, მინუსებზე, თუ რას გვთავაზობს კლუბი და ამ სხვა დეტალებს განვიხილავ. ყველაფერს გაგაგებინებთ ისე, როგორც არის რეალურად. მოკლედ, რას გვთავაზობს კლუბი და რა შემოთავაზებები აქვს სპორტსმენთან, განვიხილოთ ეგ თემა. პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ მე არ ვიცი სხვა კლუბში რა ხდება, არ ვიცი მათ რა კონტრაქტები აქვთ სხვა სპორტსმენებს და ამ ვიდეოში თუ რამე ისეც ვიტყვი, რაც სხვების კონტრაქტსა და სხვების შემოთავაზებებს არ დაემთხვევა, ეს არ იქნება შეცდომა, ეს მე ვიცი მარტო რა ხდება ჩვენთან და რა შემოთავაზებები აქვს ამ კლუბს ჩვენთან. პირველ რიგში ყველაფერი იწყება იმით, რომ კლუბთან თავიდანვე უნდა შეათანხმო რაღაც დეტალები, კონკრეტულად რამდენი შეხვედრის ჭიდაობა გიწევს სეზონში, რამდენი შეხვედრაში მოგცემენ მონაწილეობის უფლებას, იმიტომ რომ მათაც ყავთ თავიანთი გუნდის წევრები და ყოველთვის ცდილობენ, რომ ჩვენთან მაგალითად ცდილობენ, რომ თუ კი აქვთ შესაძლებლობა თავისი სპორტსმენი აჭიდაონ და თავის სპორტსმენს მისცეს გამოცდილება. აქედან გამომდინარე, თავიდანვე უნდა გაიარო რაღაც დეტალები და ეგ დეტალები იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი ზოგადად კონტრაქტის გაფორმებაში. ნაბიჯ-ნაბიჯ რომ მიყვეთ, მოკლედ ასე ხდება. თავიდან აფორმებ კონტრაქტს კლუბთან, რომელიც შეთანხმებულია ნაკრების მწვრთნელთან და ნაკრების მწვრთნელის თანხმობის გარეშე არ გაქვს უფლება, რომ კონტრაქტს ხელი მოაწერო და ლოგიკურიც არის, იმიტომ რომ თუ სიტყვაზე ნაკრებს ამ დროს შენ ჭირდები, ესე იგი არ გექნება შანსი, რომ წახვიდე კლუბში და იჭიდაო. აქედან გამომდინარე, ყოველთვის უნდა გააფრთხილო ნაკრების ტრენერი, რომ ამა და ამ დროს მივდივარ და თანხმობა უნდა მოგცეს. ძირითადად შემოდგომაზე ტარდება გერმანიაშიც, ავსტრიაშიც, ბუნდესლიგა. თუმცა ავსტრიაში იწყება ცოტა გვიან, იქიდან გამომდინარე, რომ შედარებით ნაკლები რაოდენობის კლუბები ყავთ ბუნდესლიგაში. რა დაგვხვდა კლუბში? მოკლედ, ჩამოვედით თუ არა, დაგვხვდა კლუბის წარმომადგენლები აეროპორტში. თავისივე მანქანით, რა თქმა უნდა, წამოგვიყვანეს სახლში. პირველი დღე იყო ესეთი, მიგვიყვანეს დარბაზში, ნახეთ დარბაზი, გავგვაცნეს დეტალები, გვაჩვენეს სად რა იყო კონკრეტულად დარბაზში. შემდეგ წამოვედით სახლში. კლუბი უზრუნველყოფს საცხოვრებელ ადგილს. ესეც ძალიან ცოტა აქტუალური თემაა კლუბის თემაში, რადგან ბევრს აინტერესებს სახლის შემთხვევაში რა ხდება. ხოლო სახლს რაც შეეხება, ძალიან აღფრთოვანებულები დავრჩით, პირდაპირ გეტყვით. ძალიან კაი სახლი დაგვხვდა, ყველაფერი გვაქვს თუ კი რამ შეიძლება. ყველანაირი აღჭურვილობა, ყველანაირი ტექნიკა სახლისთვის და ასევე არ გვიწევს დიდად არც დალაგება, არც ვანაგვიანებთ ისე რომ პრობლემა იყოს, თუმცა მაინც ყოველ პარასკევს სახლის მეპატრონე მოდის და ოფიციალურად
პარასკევობით ატარებს ხოლმე დასუფთავებას. რა ხდება ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილში ეს არის ფულის თემა. აქაც ვიტყვი, რომ ყველაფერი არის შედარებითი და ყველა სპორტსმენს სხვადასხვანაირი შემოთავაზებები აქვს კლუბებისგან, სხვადასხვა რაოდენობის თანხას თავაზობენ. ჩვენ შემთხვევაში არის საბონუსო სისტემა. თუ ნდურ ჩათვლაში 1 ქულას აიღებ, 2 ქულას აიღებ, 3 ქულას აიღებ, 4 ქულას აიღებ, ეს ყველაფერი იქნება ბონუსები და აქედან გამომდინარე გადაწყდება შენი იმ კვირის შემოსავალი. ამ ყველაფერს დაემატება პლუს როგორც ჩვენ შევთანხმდით 150 евро საკვების ფული, ანუ კვირაში რამე რო დაგჭირდეს კონკრეტულად საკვები, გადაადგილება და ასე შემდეგ, ამისთვის უზრუნველყოფილი ფული. და რავი, როგორც მითხრეს, ჩემმა უფრო გამოცდილო მეგობრებმა, პირველი კონტრაქტისთვის ძალიან კარგია და მეტიც შეიძლება, რა თქმა უნდა, თუმცა ეს ყველაფერი შემდგა დაამტკიცო, რომ მეტი დაიმსახურო და შემდეგი სეზონისთვის უკეთესი კონტრაქტი მიიღო. აქედან გამომდინარე, პირველი წლისთვის თავს იდეალურად ვგრძნობ, კარგი გარემო გვაქვს, კარგი სახლი გვაქვს, კარგი პირობები გვაქვს. და ხო, ყველაფერი კარგად მიდის, ჯერჯერობით, მთავარია შრომა და გავაგრძელოთ ჩვენი საქმის კეთება, ისე, როგორც ამას საქართველოში ვაკეთებდით და გავუზიაროთ აქაურ ხალხს, აქაურ ჭიდაობის მოყვარულებს, ჩვენი ქართული საჭიდაო ხელოვნება და ვაჩვენოთ ის, რაც შეგვიძლია. Coach, how are you? Good. Say hello, Georgian people. Hello, Georgian people. მოკლედ მეგობრებო, ეს არის ჩვენი დარბაზი. ყველაფერი აქვს, რაც კი სპორტსმენს შეიძლება, კარგი ხალიჩა, კარგი ფიზიკური დატვირთვისთვის აღჭურვილობები. ერთი სიტყვით ყველაფერი აქვს კომფორტისთვის და კარგი ვარჯიშებისთვის. ვიწყებთ ნელ-ნელა ვარჯიშის ახურებას, თან ჭიდაობა მიდის, ჩვენები ჭიდაობენ. სოფლიო დარდება და თან ჩართულები ვართ. როლაძე ჭიდაობს, სამი კეცი იღებს. მოკლედ ეს დილით გვაქვს თავისუფალი ვარჯიში ინდივიდუალურად, ვისაც რა უნდა იმას გააკეთებს და იმასე დროს ყოველთვის ვცდილობ, რომ ჩემთვის სასიკეთო ვარჯიშები ვაკეთო, მაგალითად, რაც პარტერშია, ქაჩვის დროს ამეხმარება, დაცვის დროს ამეხმარება. ხა მაგალითად ლუკამ გადაწყვიტა შტანგა გაეკეთებინა, შტანგას აკეთებს ხა კლასიკურ შტანგას, როგორც ხარით. იქეთ ბიჭები რეიბზე ვარჯიშობენ ტრენერთან ერთად და მოკლედ საინტერესოა რა. ყოველი დღე განსხვავებულია, არ გაქვს რაღაც შეზღუდვა, როგორც ვინმე ისე ვარჯიშებ და ყველანაირად კლუბი ხელს გიწყობს ამაში, აქსესუარები ხელს გიწყობს ამაში, როგორც გაჩვენეთ ყველაფერი გვაქვს, რაც კი გჭირდება სპორტსმენს. მოკლედ ესე რა, კარგად მიდის ყველაფერი. Чао. Ეს გვეტყვი ხავრობას. მოგწონს? ანუ ეხა ესეთი სიტუაცია გვაქვს ჩვენ დარბაზში. მოკლედ ყველაფერია, რაც გჭირდება. პატარა სამზარეულო, აქ მაცივარი გვაქვს. ჭიქები, ავის აპარატი. ყველაფერი, რაც შეიძლება რომ გამოიყენო. ეხლა მოვჭიდილის ვარჯიშს. მივალთ სახლში და ვისვენებთ, შევჭამთ ცოტა ვიდეოებსაც მივხედავ. ძალიან მაგარ მოღამში ჩავარდი რა. მაგრად მისწორდება ეხლა. თვითონ გადაღებაც და უშუალოდ
ნუ დამუშავების რა დიდი არაფერი არ ვიცი ჯერ, მაგრამ დამუშავების პროცესიც მაგრად მისწორდება. დავხვეწავ ნელა ყველაფერს და უკეთესი ხარისხის და უკეთესი საყურებელი ვიდეოების შემოთავაზებასაც შევძლებ მალე. შევიზ დავწყია, გასაგეთ. ახლა მაგარ დავველა ხომ აღვაფაია. წავედით საღამოს ვარჯიშზე. Paul, say something Georgian fans. Oh. You know Hi some there. Georgian word? Georgian word. Bicho. Kicho. Gamarjoba? Say Gamarjoba. Gamarjoba. Kamarjuba. Yeah. მოვჭით შენიერი ვარჯიში გამოვიდა ძირითადად დამუშავება იყო, თუმცა ვერ გადავიღე ყველაფერი და ბოლო მომენტებში მორჩა მეგობრებო, მანდელი დღე დავბრუნდით სახლში, საკმაოდ დამღვრელი დღე გამოვიდა და გამშვიდობებით გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო და კიდევ უფრო საინტერესო ვიდეოებით დაგიბრუნდებით. ეხლა კი გამშვიდობებით, ნახვამდის.